მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. წელს ჩვენ გვაქვს უკვე ბოლო გაშლა. უკვე შევხვდებით ახალ წელს, მე თქვენ სულ ყველას მოგელოცავთ წინასწარ. გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას, წინსვლას, ყველაფერს აბსოლუტურად, რაც თქვენ ჩაიფიქრებთ, რაც ღმერთს უნდა თქვენთვის ყველაფერი კარგი მოგცეთ. და დღეს მე მინდა რომ ჩვენ გავაკეთოთ ესეთი გაშლა ჩვენ საყვარელ თემაზე, ხო, სიყვარულზე და ტრადიციული ხო, რაღაც უკვე ჩვენ გვიყვარს ეს ვიქნები თუ არა ერთად ჩაფიქრებულ ადამიანთან, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ქმარი, შეიძლება პარტნიორი, ხალი, შეიძლება რომელიც უკვე ყავთ, არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ ჩაიფიქრეთ და ჩვენ ვკითხავთ. რა თქმა უნდა, სიგნიფიკაციას გავაკეთებ. სიგნიფიკაცია გვეტყვის ჩვენ უკვე რა სიტუაცია შეიძლება საერთოდ ერთზე ჩაიფიქროთ, მაგრამ სულ სხვა ვიღაცა აღმოჩნდება ხო და ვნახოთ, არ ვიმკითხავთ, ჩვენ წავიკითხოთ, ხო, ვკითხოთ ტაროს. ვნახოთ ახლა დღეს რა წყვილი მოვიდა ჩვენთან გაშლაზე. ვნახოთ რა სიტუაცია გაქვთ თქვენ ახლა და იმისგან მიხედვით პირი დაუსვათ კითხვა. აი ეს წყვილი როგორ იქნება. ვნახოთ. და გოგოს ენერგია, ბიჭის ენერგია. ნახოთ, რა თქმა უნდა, ფიქრები, რა თქმა უნდა, გრძნობები, ყველაფერი ვკითხოთ. იმიტომ რომ ბიჭებიც უყურებენ, მაგათაც აინტერესებს, რას ფიქრობს გოგო, ხო? ვნახოთ ეხლა როგორი განწყობა გაქვთ თქვენ და როგორი განწყობა აქვს მაგას და რა ხდება ეხლა თქვენს შორის. და მე უკვე დავსვავ მეკითხვას. ავიღოთ ჩვენ ეს ჩემი წყალი აქ. იქნებით თუ არა ამ ადამიანთან ერთად თქვენ უკვე იმ წელიწადს, ხო? რას გიზარდებთ თქვენ ახლა, მაღალი ძალები, რას ფიქრობენ, უნდათ რომ იყოთ ერთად? ეს შეიძლება ცოლ-ქმარსაც ეხებოდეს, ჩვენ პარტნიორები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ცოლ-ქმარი ხართ თუ ისე გაქვთ თქვენ ახლა ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორებს ვლაპარაკობთ ჩვენ. всё, დავიწყოთ, გოგო. თქვენ ძალიან კარგად მხიარულ ენერგიაში ხართ, ემზადებით ალბათ. ეხლა მე ვკითხულობ, ეხლა რა ენერგიაში ხართ? შეიძლება ემზადებით ახალი წლის შესახვედრად, შეიძლება მეგობრებთან, ახლობლებთან, ყოველ შემთხვევაში განწყობა გაქვთ ძალიან კარგი, მხიარული განწყობა. მე ვერ ვეტყვი რომ თქვენ აქ რაღაც ცუდად ხართ ან რამე. არა, მშვენიერი კარგი განწყობა გაქვთ. თუნდაც ეხლა თქვენი პარტნიორის მიმართაც არ არის აქ ცუდი განწყობა. ნახოთ ეხლა თქვენი გრძნობები, გვერდხების დედოფალია. აქ როგორი მომენტია, იცით, არ არის, ყველაფერი კარგად არის აქ გოგოს მხრიდან, შეიძლება გენატრებად ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში რომ გითხრათ, რომ აქ ახლა რამე ისეთი არა, კარგი განწყობა, ბევრი ენერგიაც გაქვთ, მაგის მიმართ ფიქრები რა. აი, იცით რას ვეტყოდი, რომ იცით თქვენ, რომ თქვენ მაგ ადამიანისთვის ხართ მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ ანუ რაღაცა ცეცხლის ეხლა ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ ახლა კლასიკაში ვკითხულობთ კვერცხებს როგორც ხაერის ენერგიის, მაგრამ აქ ამ დასტაში ეს არის ცეცხლის ენერგია. ანუ ესე იგი როგორ ხართ ისე თქვენ, როცა ამ ადამიანზე ფიქრობთ, მე აქ ვერ ვეტყვი რომ დაუშვათ მაგრამ იცი როგორ ამაზონკის რაღაც ამაზონკა მოდის, რა ვიცი, აი ეგეთი ენერგია რა. რომ თითქოს დარწმუნებული ხართ, რომ ამ ადამიანს თქვენ აღელვებთ, ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, იმის და თქვენ ყველანაირი ისეთი აი როცა ამ ადამიანზე ფიქრობთ, ჩამქრალ ენერგიები არა გაქვთ, პირიქით რაღაც ესეთი ცეცხლოვანი ენერგიები გაქვთ და იცით როგორ არის გრძნობაზე კი, დღეს ეს ადამიანი გიყვართ თქვენ და თუ დაუშვათ რამეს გამო არა გაქვთ საშუალება თქვენ რომ დაუშვათ მასთან იყოთ ამ ახალ წელს, ყოველ შემთხვევაში სიამოვნებით თუ ხართ და ერთად უნდა ახალი წელი შევხვდეთ თქვენ ძალიან
ისეთ ენერგიაში ხართ, რომ გახარებული. არა, გოგოს აქვს კარგი განწყობა, სულ დასები, სულ სიყვარული, სულ რაღაც ესეთი კარგი მდგომარეობა ყოველ შემთხვევაში, ხო გითხარით, ან ეხლა შეიძლება გენატრებათ ეს ადამიანი, ან ყოველ შემთხვევაში ენერგია არის ძალიან კარგი. გოგოსი. ბიჭი ვნახოთ ეხლა. Так, ბიჭი არის შეიძლება აქ მანძილზე, აი აქ რაღაცნაირად ან უფრო სადღაც წასული არის ალბათ, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ფიქრები არის მაგისი თქვენსკენ, იმიტომ რომ ფიქრობს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვა სადმე წავიდა, ან შეიძლება შორს არის, ან სადღაც, ყოველ შემთხვევაში აქ კომუნიკაცია არის, აქ ადამიანი ყოველ ვარიანტში ფიქრობს თქვენზე, ნამდვილად ეხლა ვერ ვეტყვი რომ დაუშვოთ ეხლა მაგას არ აინტერესებს, პირიქით აინტერესებს, თუ შორს არის და შეიძლება ჩამოსვლაც უნდა და ვინმისთვის ეხლა ეს საჯარო გაშლა, ამიტომ კი ბატონო, რაც ეხება ფიქრებს, იცით როგორი მომენტი არის აქ? აი ამას სხვათა შორის ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ეხლა აი გოგო უფრო კაი განწყობაზე არის რა, იცით, იმიტომ რომ შეიძლება გქონდათ რაღაცა მომენტები სევდიანიც და ასე შემდეგ, მაგრამ აი თითქოს როგორ არის, იცით, აირჩიეთ ის რომ აი არ მინდა რა მე ცუდი განწყობა, მე ვიქნები კარგ ხასიათზე, არ მინდა ცუძი ვიფიქრო, არ მინდა რაღაცნაირად მოვიშალო ნერვები რა. შეიძლება გქონდეთ რაღაცა ისეთი პერიოდი, რომ თქვენ დაუშვოთ რაღაცას ფიქრობდით, თქვათ ეხლა ან გქონდათ აქ რაღაც ისეთი მომენტები, მაგრამ პრინციპში არჩევანი გაგეთ, მე ვიმხიარულებ, მე კარგად ვიქნები, მე კარგი განწყობა მექნება. აი ამას გეუბნებით, ამას ეხლა ფიქრებზე, ეს ეხლა სხვათა შორის, აი ხშირ შემთხვევაში არის როგორი მომენტი, ახლა როცა გაშლას ვაკეთებ, რომ აი გოგო არის დაუშვოთ არ იცის რას ფიქრობს ეს ჩემი პარტნიორი სიტყვაზე, ან როგორ არის, ამ დროს ამას ყველაფერი კარგად არის, ან პირიქით ხდება. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ შეიძლება ნაკლებობა არის, საუბრობებში, საერთოდ ურთიერთობაში უნდა ესაუბროთ ერთმანეთს, უნდა უთხრათ თუ რამე გაწუხებთ, ან თუ რამე არ გაინტერესებს პირიქით. იმიტომ რომ არის რაღაც ესეთი სიტუაციები, ზოგჯერ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ იყავით 2 წუთის წინ უხასიათოთ დაუშვათ და ან დაუშვათ მოგწერათ და თქვენ არ იყავით კაი ხასიათის, კაი განწყობაზე, აქ მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ უცბად რაღაცა მოხდა და თქვენ ეხლა გადაწყვეტილება მიიღეთ, კარგად იყოთ, მაგრამ შეიძლება ამას დაელაპარაკეთ და ამანც ვერ გაიგავთ, თქვათ ეხლა რა ხდება საერთოდ, იმიტომ რომ ორიანება ეს ბიჭი არის როგორ, იცით რომ მე არ ვიცი ეხლა ფიქრებშიც ეხლა ნამდვილად არ იცის ამ გოგოს უნდა ჩემთან გაგრძელება თუ არ უნდა ურთიერთობას, აქ დაჟე ბიჭს უფრო მეტი კითხვა აქვს ვიდრე თქვენს რო იცოდეთ რა. იმიტომ რომ მაგას ეხლა გრძნობაზე შეიძლება სხვათა შორის როგორა ფიქრე დაჟე აქ როგორ ხარ, აი ამ გრძნობაზე ეგ ფიქრობს და თუ მანძილზე არის, შეიძლება აი ძალიან ბევრსაც ფიქრობს სხვათა შორის, მაგრამ ეხლა არის როგორი სიტუაცია, შეიცეთ, აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სიტუაცია ისეთი იყოს, რომ თქვათ ადამიანს უნდოდეს თქვენთან ერთად იყოფნა ეხლა ამ წუთში, მაგრამ რაღაცების გამო შეიძლება არ არის. ეს დაჟე ეხლა იცით რა, მე ხო ვთქვი, რომ აი ცოლ ქმარის და რაღაცა, მაგრამ აქ უფრო შეიძლება, თუ დაუშვოთ თქვენი ქმარის შორს არის სადმე, მაშინ კი თქვენთვისაც იქნება ეს გაშლა, თუ დაუშვოთ, თუ არა და უფრო შეიძლება იყოს წყვილზე, რომელიც ეხლა ჯერჯერობით შეიძლება ოჯახი არ არის დაუშვოთ, ან არ არიან ეხლა თქვათ რა მოცემულ მომენტში ერთად, იმიტომ რომ აქ ეს ბიჭი ფიქრობს, რომ რაღაცა ეხლა ამ წუთში რაღაცა არის დაბრკოლება, რის გამოც არ იცის, ნახეთ გაორებული რატო, შეიძლება სიტუაცია დაუშვოთ ისეთი აქვს, რომ იქაც სადღაც უნდა იყოს და თქვენთანაც უნდა რომ იყოს, მაგრამ აი ეს არის აქ რაღაც მომენტები, რომელიც თქვათ მაგას უშლიან ხელს, რომ იყოს თქვენთან ერთად დაუშვოთ. არის ეგეთი მომენტი, აბა მოდით ეხლა ნახოთ ეს რატო გითხოთ. იცით, აქ რაღაცა სხვათა შორის ბრაზდება, გაბრაზებულიც არის ცოტათი. მაგრამ ამავე დროს ნახეთ რა ხდება, აი დაჟე გაბრაზებული კი არა, მოდით ასე გითხრათ, აფორიაკებული არის რაღაცნაირად, იმიტომ რომ
მაგას სხვათა შორის აი მათ ჩვენებს რომ მე სტაბილურად მიყვარს. მაგრამ ეთყობა ეს აბა ეს პორიაკი რატომ არის მაშინ შენში? იცით როგორ არის გოგოებო, შეიძლება თქვენ აქ რაღაც ურევთ. თქვენ ურევთ. შეიძლება თქვენგან ელოდება შეტყობინება, შეიძლება გაბუტული ხართ, თქვა და თქვენ კი ხართ, კაი განწყობას და გიყვართ, მაგრამ ეს საწყალი ეხა არის, მაგრამ საქმის ყურში არ არის და ამაში არის ეს ენერგიები რა, ანუ სხვათა ამასაც აგერთ ასები აქ და კი ფიქრობს, ვარაუდობს, სურვილი აქვს ძალიან დიდი სექსუალური სხვათა შორის და გამოჩენას უნდა თუ არის თქვა ეხა სადღაც კი აქ ხა შეტყობინებას აი შეტყობინებას ელოდება თქვენგან გაიგეთ რაღაცა მაგი ფიქრობს ან თქვენ რამე ისეთი მიწერეთ რომ ეს ადამიანი არის როგორც აი თითქოს შეიცვალას არის აი თქვენზე აქ ფიქრობს ეს ადამიანი რაღაცა აღარ არის ისეთი როგორიც არის გაიგეთ აი ამიტომ ამას უფრო მეტი აქვს ეხა კითხვები იქნებით არ ვიქნებით ერთად აი რაღაც უფრო მაგისი კითხვები აქ არის ვიდრე თქვენი და თქვენ რაღაც არანაირი ეჭვიც არ გაქვთ რა ვიცი მე კარგად ხარ დამწყობილი და აი ამას აქ ნუ ნახოთ აბა თქვენ შორის ახლა რა ხდება ნუ მანძილი აქ უეჭველი მანძილი არის აქ უეჭველი მანძილი არის აქ უეჭველი არის აი ორივეს ხა ნახეთ ახლა ურთიერთობის აქ გაგრძელება გინდათ კი ბატონო მაგრამ შეიძლება აქ ახლა даже ნუ გულში ყავხართ ერთმანეთ კი ბატონო შეიძლება даже ვიღაცამ ჩაიფიქრა ის რომ ვიყოთ ერთად მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ერთად თუ დაუშვათ თქვენი სურვილები ან დაწერეთ თქვა ან ფიქრობთ უბრალოდ თქვა ახლა ან ჩავიფიქრებთ თქვა დაუშვათ ხო ანუ გინდათ ეს ურთიერთობა უბრალოდ ახლა აქ შეიძლება არის ნუ მანძილის ვერ გამოვრიცხავ ნამდვილად და ამიტომ შეიძლება გაქვთ აი ეგეთი რაღაც საინტერესო კითხვები და ფიქრები. კარგით აბა ვნახოთ თუ ესეც ძალიან ეს სიტუაცია თქვენი ვნახოთ აბა საერთოდ ახლა იქნებით თქვენ მომავალ წელს ერთად? ნუ აქ იცით როგორი მომენტი არის აქ იქნებით კი ძალიან კარგადაც იქნებით ძალიან მშვენივრადაც კარგად იქნებით და პირიქით აი ეს სიტუაცია რომელიც ეხლა არის ცოტა გაუგებარი მოდით ასე ვთქვათ ხო აი მანძილს აქ ეს მინუსი როცა შენ სულ ერთად როცა ნუ ერთად როცა ხარ მაინც შენ უყურებ ხასიათსაც ან როგორ ვთქვათ შემოხედე რა თქვა და რაღაცა როცა მანძილზე ხარ მაინც ახლა გიჩდება უფრო მეტი კითხვებით რომ შენ არ იცი ის შენი პარტნიორი რითია ამ წუთში დაკავებული ან ვისთან არის ვაი იცი და ვისთან მაგრამ მაინც აი უფრო მეტი კითხვები გებადება ყოველთვის როცა პარტნიორი არ არის შენს გვერდით სიტყვაზე ხო მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ რომ ვკითხვა რომ დავუსვით ჩვენ ვიქნებით თუ არა კი იმიტომ რომ აქ არის ცხრიანი პენტაკლების ცხრიანი თან როგორი თემა ისეთ ორივენი ანუ თქვენს კარგად იქნებით მასთან და ისეც კარგად იქნება თქვენთან იმიტომ რომ აქ ახლა ცხრიანი ის მე როგორ ვიქნები უფრო ანუ უფრო აქ ახლა რო იყოს 10-იანი დაუშვათ სხვა თემა მაგრამ აქ ახლა გვაჩვენებენ რომ ორივენი იქნებიან კარგად ანუ ეს ურთიერთობა რომელიც არის ორივესთვის იქნება კარგი და ძვირფასი იმიტომ რომ აქ თითქოს გამოდიხარ თქვენ აი ამ სიტუაციიდან რა სიტუაციაში არის ანუ რაღაცა შეიცვლება რა შეიცვლება აი განდეგელის კი ბატონო აი ნახეთ როგორი მომენტი რა შეიცვლება აბა რა შეიცვლება იცით როგორი სიტუაცია ნახეთ აი ეხლა კიდევაც აი ხო გითხარით განდეგელის ანუ ესე იგი მეცხრე ენერგია ეს როცა მიგითხარით ანუ მარტო არის მაინც ადამიანი ანუ თავისთვის ვარ მე აქ ეხლა თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ ეს მომენტი რომ აი შინაგანად გრძნობდით რაღაცა აი როგორი მომენტს იცით რომ არ ვიცი ჩვენ ვართ ერთად არა ვართ ერთად მე მაგისთვის ეხლა ანუ მნიშვნელოვანი ვარ არა ვარ ანუ ეს даже რომ ვისემართება იცით აი თუნდაც თქვენ ეხლა ადამიანი გეუბნებათ ეხლა 100 ჯერ რომ მიუყვარხარ და 100 მე ერთჯერ დაავიწყდა ან ვერ გითხრან ან ვერ გამოხატა
უკვე გოგოებს ემართებათ ეს კითხვები, რომ ვაიმე, ალბათ არ უყვარ ვარ, რადგან დღეს მაგალითად 100 მერჯერ არ მითხრა და ესე იგი აი ეგეთი რაღაცა ეს გოგოებს სჭირს ეგეთი რაღაცები. ზოგჯერ, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სულ ტყუილად თქვენ მაგას ფიქრობთ, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ მე რომ თქვენ აქ ძალიანაც კარგად იქნებით. აი ეს თქვენი ფორიაკი, ეს თქვენი რაღაცა გაუგებრობები, ეს თქვენი რაღაცნაირად ანუ როცა აი წუხილი სიტყვაზე ხო, ეს დასრულდება. ეს აუცილებლად დასრულდება, ამ სიტუაციიდან გამოდიხარ და უნდა იყოთ ძალიან კარგად ბედნიერი, იმიტომ რომ აქ არის უკვე მზის არკანი, ანუ კარგად იქნებით, ბედნიერად იქნებით და ანუ მე ვეტყოდი იცი რომ ყველა ანუ თქვენ არის ესეთი მომენტი, როცა ბედნიერად, აი აგერ არის კი მაგერად თქვენი 10-იანი, კი ბატონო, არა, კარგად იქნებით ძალიან ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონ სხვათა შორის შეცვლის რაღაც მომენტს, ზოგს დაუბრუნდებათ ეს ადამიანი, რომელიც თქვა წასული არის და ძალიან აი კომფორტის ზონაში შეყავხარ თქვენ მაღალ ძალებს. აქ მე რა შემიძლია თქვა, რომ შეიძლება გოგომ დაახურა რაღაცა ეს კარმული თემები რა. იმიტომ რომ შეიძლება არ იყო თქვა ადვილი თქვენთვის რაღაცა პერიოდები თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი თითქოს ეს აქ უფრო უნდა იგრძნოთ თქვენ ის რომ მე უკვე არა ვარ მარტო შეიძლება დაუშვათ რომ ყოფილი ამ ურთიერთობაში რო იყავით თქვენ გქონდათ ისეთი შეგრძნება რომ მაინც კი ვიდრე ერთად ვართ მაგრამ მაინც თითქოს მარტო ვარ და ეს შეიძლება სხვადასხვა ინტერესები გქონდათ, ან შეიძლება არ გქონდა ადამიანს საშუალება რომ დაუშვათ სულ ყოფილიყო თქვენთან. არის ყველა წყვილს თავისი მომენტები აქვს და აი ამ ყველაფერმა თქვათ ახლა თქვენში შეიტანა აი ეს მომენტი რომ არ ვიცი მარტო ვარ თუ მყავს პარტნიორი და აი ეგეთი რაღაცები და გადიოდეთ ამ ადამიანთან ბევრ რაღაცა თემებს და ეხლა თქვენ სხვათა შორის გაიარეთ ძალიან საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია ჭირს ამ მამაკაცეთ, ხო? და ეს მამაკაცი თქვენია, მაინც რაღაცა გულის მალამოსავით არის, რამდენიც ვთქვათ, არ უნდა გაბრაზდეთ, არ უნდა თქვათ, რაც არ უნდა იყოს, მაინც თქვენი გულის მალამა. და აქ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა რაღაცნაირად შეიცვლება, აი ეს დაბალანსდება ურთიერთობა, აი მოდეთ ასე ვთქვათ, დაბალანსდება ეს ურთიერთობა და ნამდვილად აი ეს ტრანსფორმაცია უკვე თქვენი დასრულდება და თქვენ ერთად მიდიხართ ამ ადამიანთან უკვე თითქოს როგორ არის ახლა აი მე აქ ვხედავ იმას რომ უფრო მშვიდდება, უფრო ლაგდება, უფრო გაგება მოდის, უფრო შეიძლება საუბრების, აი რო გითხარით რომ უნდა ისაუბროთ, უფრო მეტი მოდის რა. უფრო შეიძლება ამ ეს ადამიანს შემოიტანს რაღაც უფრო მეტ კომფორტს თქვენს და უშუალოდ თქვენს ურთიერთობაში, ხო? და უკვე აი, იმიტომ რომ როცა სრულდება ეს ასე წოდებული გაკვეთილები კარმული, ხო? ანუ შეიძლება მძიმე გქონდათ ეს. აი ეხლა მაჩვენებენ რომ უკვე როგორც იყო, ისე აღარ იქნება ლაგდება სიტუაცია. ძალიან აი მშვიდდება სიტუაცია და უფრო აი როგორი ჩვეულებრივად ნორმალურად კარგად იქნებით, იმიტომ რომ გოგო მართლა ძალიან დიდი გაკვეთილი ჩააბარა ყოჩახ. კი ბატონო, ყოჩახ და აქ ხა ნამდვილად შეიძლება გითხრათ რომ даже ისე იქნება რომ თქვენ ჯერ даже აი ნახეთ ყურუმი გამოვიდა და მაჩვენებს რომ თუ დაუშვათ შენ ხარ დაკავებული რაღაცა ახალი თქვათ ანუ დაუჯერე შენ ინტუიციას აი ნახეთ რა მომდის დაუჯერე შენ ინტუიციას იმიტომ რომ თითქოს აი როგორ არის იცით აი შენ даже არ იცი ჯერ კიდე როგორ ამდენადაც კარგად იქნება რაღაცა სიურპრიზსაც ამზადებენ აქ სხვათა შორის თქვენთვის მოდით აბა ვნახოთ კითხოთ რა სიურპრიზი თუ გვეტყვიან გოგოება რა არის იცით მე არ გამიკვირდება რომ ახლა პენტაკლების დედოფალი პენტაკლების მეფე არ გამიკვირდება რომ დაუშვით ვიღაცას შეიძლება ან სულ მცირე შეიძლება ადამიანი იტყოს რომ მოდი ერთად ვიცხოვროთ შეიძლება ვინმესთვის იქნება даже წინადადება რომ ისეთი რომ მოდი აბა ცოლად გამომყევია ეგაც შეიძლება არ გამოვრიცხავ მაგრამ ჯერჯერობით თქვენ ამას არის კი აქ რაღაცა იცვლება
ეს არის საბედო, ბედი, კი. აქ რაღაცა გადაწყვეტილება არის მიღებული მაღალი ძალებისგან. რომ უკვე უნდა ჩამოყალიბდეთ. გაიგეთ, ანუ დაჟე რას ვეთყოდი, იცით, აი თუ თქვენ გქონდათ ეჭვი, ჩვენ ახლა ერთად ვართ, ოჯახი ვართ, იმიტომ რომ ნუ ხა გოგოებს აქ ეს თემა, რომ უფრო აი ოჯახური შექმნას იმ ადამიანთან, ვისთანაც არის ურთიერთობაში, ხო? უფრო ის მედრიკილება აქ, ვიდრე თქვა ბიჭებს, მაგრამ აი აქ თითქოს იქ რაღაცა შეიცვლება და იმიტომ რომ ბიჭს კარგად გრძნობს თავს. ნახეთ, აი აქ თქვენს უკვე კარგად, ნახეთ, ქვერთხების დედოფალი და ექვსიანი თასების და ქვერთხების მეფე და ექვსიანი თასების. ანუ აქ ადამიანი კარგად გრძნობენ თავს ამ ურთიერთობაში და შეიძლება ვინმესთვის თქვა არ მინდა ამისი დაკარგვა. ეს არის ის, ვისაც მე ვთხოვდი. გაიგეთ რა ხდება? და ამიტომ ანუ როგორც საჩუქარი სამყაროს შეიძლება დიდი ხანი ადამიანს თქვა არ ყავდა თქვა ესეთი პარტნიორი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ იგრძნობა როგორ იცით, როცა სულიერად კარგად ხართ. კი, ხა ყველა წყვილს აქვს თავისი რაღაც გაუგებრობები, ჭყუბები, რაღაცა თქვა თუ ხასიათობები, ეს ნორმალურია, რანაირად უნდა იყოს. მაგრამ აქ თითქოს აი ერთად ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აი კარგად ვართ და იმიტომ არის, რომ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, თუ რამე ან თქვა გაუგებრობა იყოს, შეიძლება ტყუილები იყოს, შეიძლება თქვა რაღაც ესეთი მომენტები იყოს, რომელიც თქვენ ახლა დაუშვათ, ნუ არ იყო თქვენთვის ახლა აი აქ ყველაფერი დასრულდება, თუ დაუშვათ დაჟე ოჯახი, აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ გაერთიანება იქნება ოჯახის. გაერთიანება, ანუ ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვენ აქ იქნებით ერთად, ამაზე დაჟე აი ლაპარაკიც ზედმეტია რა, იმიტომ რომ აქ ნახეთ, იმდენი რაღაცები გამოიარეთ და აქ ესეთი გზა გაქვთ გამოვლილი, რომ ბევრი რაღაცა სირთულებიც გამოიარეთ და ეხლა გეძლებათ საშუალება, რო იყოთ მართლა ამ ადამიანთან სხვანაირად, უფრო სიმშვიდე შემოვა თქვენს ურთიერთობაში, უფრო კარგად იქნებით და მაგრამ აი ეს კარგად როგორ ჩვენ უკვე განვიხილავთ ყველაფერს მომავალ წელს. მიყვარხარ ძალიან, მადლობა თქვენი ნდობისთვის, მადლობა რომ თქვენ ჩემთან იყავით და ხართ და მე ვფიქრობ რომ სამომავლო ჩვენ გვექნება კიდე უფრო მეტი საინტერესო გაშლები, სადაც უფრო გვეტყვიან კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო ბედნიერები ვიყოთ, ვიდრე ვართ დღეს.